გიორგი გუგავა ქართული ოცნების წევრებს და გედემან ფოფხაძის ძმას ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით გუშინ ბორჯომში პარტიის წევრებს 15-მდე პირი თავს დაესხა. გუგავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოხდეს საქმის გამოძიება და დაიკითხონ დამნაშავე პირები. გადმოიყვანეს ავტომანქანებიდან ჩვენ წარმომადგენლები გიორგი გიუაშვილი თანხლებ პირებთან ერთად და ეს ზონდერ ჯგუფი, რომელიც შექმნილია ბორჯომში და რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს გედევან ფოფხაძის ძმა, ის თავად მონაწილეობდა ამ დარბევაში, ამ თავდასხმაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი, ასე ვთქვათ, ჩვენება მისცა პოლიციას, ამავე დროს სხეულის დაზიანების შესახებ აიღო შესაბამისი ცნობა, გაიარა შემოწმება და აიღო შესაბამისი ცნობა და დღემდე, უფრო სწორად, ამ წუთამდე არანაირი რეაგირება არ მომხდარა.